გასაუბრებელი ძალიან პაციენტის ჯანმრთელობაში, პაციენტის სივრცეს არ გამუშავე. მინდა ასევე ხაზი ამ მნიშვნელოვან პრობლემას. იგი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ და უგეთქოთ პაციენტებს მიუწოდებულის ყველაზე მაღალი მნიშვნელოვან საქმეს. თქვენი აქ ყოფნა ფიქრობ, რომ სწორედ ამ მადლიერების გაზიარების ნაკლებად პაციენტისგან განახლებული დიდი შრომა იქნება. ექთნის პროფესია უმნიშვნელოვანესი რგოლია ზოგადად გამართული ჯანდაცვის სისტემაში. ეს ქსოვილი უბრალოდ შეუძლებელია წარმოვიდგინეთ ჯანდაცვის და სამკურნალო ქსოვილი ფუნქციონირებდეს ექთნის პროფესიის გარეშე. უმნიშვნელოვანესია მათი წვლილი თითოეული განკურნებული პაციენტის განკურნების საქმეში. ასე რომ მინდა რომ მე პირადად გამოვხატო ძალიან დიდი მადლიერება და ძალიან დიდი პატივისცემა ამ პროფესიის თითოეული წარმომადგენლის მიმართ და მინდა მთელ საზოგადოებას ვთხოვო იმავდროულად რომ განსაკუთრებული იყოს მათ მხრიდან დაფასებაც და პატივისცემაც ყველა ამ პროფესიის თითოეული წარმომადგენლის მიმართ. მართლაც უმნიშვნელოვანესი და მართლაც უღირსეულესი პროფესიაა. მინდა რომ მათ მიულოცო პროფესიული დღესასწაული და იმავდროულად რა თქმა უნდა უსურვო ყოველივე საუკეთესო, დიდი წარმატება და განსაკუთრებული დაფასება. ექთების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება. მინისტრმა დააჯილდოვა გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის ჩვენი ექთნები, მთელი საექთნო კოლექტივი, რაც ძალიან დიდი სტიმულია მათთვის, შემდგომი პროფესიული განვითარებისათვის. დაჯილდოვდნენ ექთნები გაწეული შრომისათვის დაუფასდათ შრომა, გადასცა ციგილები ბატონმა მინისტრმა. ეს არის ჩვენთვის უდიდესი სტიმული, რათა უფრო მეტად გავიძლიეროთ ძალები და უფრო მეტად ვემსახურებთ ჩვენს პროფესიას.